შვადღე მშვიდობისა, შვადღე TV3-ზე პირდაპირ ეთერშია და მე ასე ვთქვათ ძალიან საინტერესო გადაცემას გიმზადებთ. ჩვენ გვექნება დღეს პირველი ბლოკის მთავარი თემა კომპლიმენტების ფსიქოლოგია, ზოგადად ფსიქოლოგია იქნება ჩვენი მთავარი თემა პირველ ბლოკში და ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ ესე იგი საზოგადოება ივერის დამფუძნებელი მამუკა ბატონი მამუკა კუდავა. ჩემთან ერთად კი ეთერს გაუძღობა ქალბატონი ირინა ტაბუციძე, რომელიც გახლავთ ფსიქოლოგიურ ცენტრ პიკის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, ამდენად ჩემთვის ცნობილია, ამდენად ფსიქოლოგიური საუბრები საკმაოდ ისეთი აქტუალური იქნება ჩვენს გადაცემის პირველ ბლოკში. მე შევეცდები რომ შეძლების დაგვარად როგორც დილეტანტმა აგიწყოთ ფეხი საუბარში. არაფერი არ არის პირობას გაძლევთ. შევეცდები რომ მაქსიმალურად ჩავერთო, უნდა ჩაერთოთ. თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი ტელეფონის ნომერია 225-77-27 და შეგიძლიათ გვეკონტაქტოთ ასევე Facebook-ის მეშვეობით. ჩვენი გვერდის მისამართია ქართულად დააკრიფოთ ქართული შრიფტით შვადღე TV3-ზე და რა თქმა უნდა ველოდები თქვენს აქტიურობას და თქვენს შეკითხვებს, რჩევებს, მოსაზრებებს და ასე შემდეგ. მით უმეტეს სასაუბრო დღეს მართლაც საინტერესო თემა გვაქვს ფსიქოლოგია. სანამ დავიწყებდეთ და სანამ გადავიდოთ ესე უფრო პროფესიონალურ დონეზე ვისაუბრებდეთ, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ორივე ფსიქოლოგი ბრძანდებით. მე გახლავართ ჟურნალისტი, თუმცა არ ვარ სპორტული ჟურნალისტი ვარ, ზოგადად მოწოდებით ესე ვთქვათ და ეს თემაზე პირველად მიწევს, მესამე გადაცემაა, რაც თუმცა ესეთი თემებია, რაც თქვენ ცხოვრებაში მუდმივად არის. რა თქმა უნდა და ზოგადად მესამე გადაცემაა, რაც მიმყავს, თუმცა თქვათ ასე, გულშემატკივრები, ვინც აქტიურად მომხნევებენ, ცდილობენ რომ ხარი დამიჭირონ, უფრო მეტად, ასე ვთქვათ, სტიმული მომცენ, მეუბნებიან რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერს კარგად უძღვები. მე რა თქმა უნდა, ეხლა მაინც ველო განვიცდი. კომპლიმენტებს როგორ იღებთ ხოლმე? ეხლა საქმე მაგაშია. რამდენად სწორი მიდგომა, ესე იგი, ფსიქოლოგიურად ადამიანისთვის, რამდენად კარგი სამსახური, როცა გეუბნებიან რომ შე კარგი ხარ რაღაც და არის მეორე ადამიანების კატეგორია, რა თქმა უნდა, იგივე გულშემატკივრების, რომლებიც ცდილობენ მაინც უფრო რეალისტები იყვნენ ალბათ და იქ ეუბნებიან რაღაცა წაიბორძიკე ვთქვათ იქ პერებოი ქონდა რაღაც ერთი მომენტია და აი ერთი მომენტია შეიძლება გაფხიზლებს ის უფრო მეტად გაყენებს ვთქვათ ესე ვთქვათ რეალობასთან ახლოს, თუმცა შეიძლება რაღაც სადღაც იქ ცოტა ნირწამხდარი გამოდიხარ უკვე შემდეგი დღისთვის აი მაგრამ კომპლიმენტი საჭირო არა დიდი დოზით უბრალოდ ეს თავში ვარ აგივარდეს და არ დაკარგო რეალობა რეალობასთან კავშირი ვერ დაკარგო. თუმცა ალბათ მეორე მხარეც სადღაც გამოფხიზლებისთვის კარგია. არა, მეგობარი და ახლობელი იმისთვისაც არსებობს, რომ თუ რამე ნაკლი გაქვს და რაღაცის გამოსწორება შესაძლებელია, მიგითითოთ გუნებთ რა. თავარი რა ფორმით ხდება ამის მითითება, ეს არ უნდა იყოს შეურაცხყოფელი და გული არ უნდა გაგითხრეს რა თქმა უნდა. ისე არ არის პრობლემა. გასაგებია. მე მგონი თქვენც ეთანხმებით. კი, რა თქმა უნდა, თქვენ არ ვიშინთ რომ ფსიქოლოგები ბრძანდებით, რომ ფსიქოლოგი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ის კარიერა დიპლომატიურ სამსახურში რაც მქონდა, იძლევა ბევრ შესაძლებლობას იმისას, რომ პრაქტიკაში ადამიანებთან ურთიერთობისას და განსაკუთრებით ძალიან ბევრი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთან, ანუ სხვადასხვა ეროვნების ხალხთან ჩამოიყალიბო რაღაც ტექნიკა, რაღაც მიდგომები. ინტუიციურად ხდება ეს. ინტუიციურადში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ეროვნულ ტრადიციებს, ეროვნულ კულტურას. მსოფლიოში 193 ქვეყანა არსებობს ოფიციალურად გაეროს წევრი, ამის გარდა უამრავი შიგნით ამ ქვეყნებში ხო არის სხვადასხვა ეთნოსი, კულტურა, ხალხი და რა თქმა უნდა ყოველთვის გიწევს, როცა უცხოელებთან გაქვს და მსოფლიოში გადიხარ, კონტაქტი გაქვს საზღვარგარეთის წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა ყოველთვის უნდა იცოდე წინასწარ სად მიდიხარ, ვისე ლაპარაკები. თავიდან როგორ იყო ყველაფერი ბატონო მამუკა? აი თავიდან როცა დაიწყეთ კარიერა, მაშინ პრაქტიკაც არ იყო იმდენი. არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა, სხვა შორის, არა მარტო დიპლომატიას ეხება, ან ფსიქოლოგიას, ან კულტურას, ეტიკეტს და ასე შემდეგ. ფუნდამენტურად არის ასეთ შეკითხვა, რომ ესა თუ ის მეცნიერება იქნება თუ პროფესია, ისწავლება თუ არა. დიახ. იმიტომ რომ გავრცელებული ასეთი აზრი ხშირად, რომ არა, ეს ჩემთვის არ არის, ამას მე ვერასდროს ვერავითვისებ, ეს არ არის საქმე, რომელიც ჩემია. მაგრამ არის უამრავი პროფესია, მათ შორის დიპლომატია და ალბათ ფსიქოლოგია, რომელიც ძალიან კარგადაც
შეიძლება იქნას ათვისებული და შეგიძლია ყველაფრის სწავლა შეიძლება. შეიძლება. Რა თქმა უნდა, ამაში ეხმარება თანდაყოლილი ღმერთის თუ ბუნების მიერ მოცემული თვისებები, პიროვნული ხასიათი, აღზრდის საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი ისწავლება, ასე რომ ნუ ვიქნებით განსაკუთრებით ახალგაზრდები, მე ვასწავლე დიპლომატიას ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ვაწერინებ თავისუფალ თემებს ხოლმე და არის უამრავი სტუდენტი, რომელიც ამბობს, რომ გინ კურსის დაწყებამდე, გინ შემდეგ. არა ეს ჩემთვის არ არის. მე არა ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ადვილად ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. არ შემიძლია მლიქვნელობა, ზოგი მლიქვნელობას ეძახის საერთოდ. ხო, მლიქვნელობაზე ვისაუბრებ. აუცილებლად გაგზავნის მიკროგადას. ასე რომ რა მინდა თქვა მოკლედ, რომ ყველა პროფესია ათვისებადია, თუ მონდომებაა, თუ არის სიბეჯითი ადამიანში და ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, გარშემო მყოფი ადამიანების მხრიდან იქნებიან მეგობრები თუ სხვა. ანუ მაინც დიპლომატიური რჩევები სადღაც რეალობასთან და ასე ვთქვათ რა თქმა უნდა, ეს შეუულებრება ყოველდღიური ცხოვრება პრინციპში, რაც უფრო კარგად იყენებდა წარმატებულად, მით უფრო მეტ ზოგადად წარმატებას აღწევ კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც ალბათ. კარგი, მოდით მაშინ უფრო ღრმად მივიდეთ დღევანდელ თემასთან. ახლა გადავიდეთ ცოტა თეორიაზე, სანამ ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში გადავიტანთ, ასე ვთქვათ. და ალბათ ყველაზე კარგი იქნებოდა ჩვენ შემთხვევაში დაგვეწყო პირველი შთაბეჭდილებიდან. მით უმეტეს თქვენი პროფესიის ადამიანისთვის პირველი შთაბეჭდილება ხშირ შემთხვევაში არის გადამწყვეტი. საერთოდ იცვლება ფსიქოლოგები თვლიან, რომ პირველი შთაბეჭდილება იქნება პირველ 7 წამში. 6-7 წამი ჭირდება დაახლოებით. ამის აბსოლუტურად არაცნობიერ დონეზე ხდება, რა თქმა უნდა და თქვენ ამისთვის მომზადება სპეციალურად, რა თქმა უნდა, ვერ მოასწრებთ, წარმოუდგენელია. ანუ ეს არის თქვენი ვიზუალი, თქვენი შინაგანი სამყარო, თქვენი ჟესტები, სხეულის ენა, ყველაფერი ერთად მოქმედებს. და როგორც წესი ითვლება, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის პირველი შთაბეჭდილება არის გადამწყვეტი და როგორც წესი ის სწორია ხოლმე. ძალიან ხშირად ყოფილა ალბათ თქვენ ცხოვრებაშიც, რომ მე გადის დრო და გითქვამს, რომ აი პირველად რო ვიფიქრე, მართალი ყოფილვარ და არ შემშლია. როგორც წესი ესე ხდება. მაგრამ საინტერესო ალბათ როგორ იქმნება პირველი შთაბეჭდილება. თქვენთვის თუ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ალბათ ასეც არის ბუნებრივია თქვენს პროფესიაში, ხო? აი შეხედავ თუ არა ადამიანს, დაახლოებით წარმოდგენა გაქვს, რისი გამკეთებელია, რა შეიძლება აქედან მიიღო და მოლაპარაკების დროს თქვათ როგორ უნდა ესაუბრო მას. ალბათ ეს მუშაობს, ხო? გეთანხმებით, უბრალოდ ერთ დამატებას ვიტყოდი, რომ დიპლომატიაში თუ ვისაუბრებთ ამ პროფესიის ადამიანებზე, არის გაცილებით მეტი კონტაქტი ადამიანებთან, ვიდრე სხვა პროფესიაში. იმიტომ რომ მოგზაურობ უამრავ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან გაქვს კავშირი და აქედან გამომდინარე ყოველთვის გექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აი ამ კულტურის თუ ამ ეროვნების ადამიანთან აი ასე უნდა მოიქცე და ასე უნდა შეხედო. მარტო ქართველებზე თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პირველი შთაბეჭდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სხვა ეროვნების და კულტურის წარმომადგენლებს სხვა მიდგომა აქვთ და აქედან გამომდინარე ისინი გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული ნასწავლი ეტიკეტებით თუ პრაქტიკით ხელმძღვანელობენ. მაგალითად, გაცნობისას დიპლომატიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას, რა თქმა უნდა, მაგრამ გაცილებით მეტი ანუ ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ კონტაქტს, ანუ პირველ საუბარს, მიმართვის ფორმას. ეს შედის ზუსტად პირველ შთაბეჭდილებაში. ხო, თუ გულისხმობთ. პირველ რამდენიმე წუთში ალბათ და შეიძლება 1 საათში. იმ სიტყვებს, რასაც როგორც მიმართავთ მათ იმ თემებს, რომლებსაც წამოჭრით პირველად ღიმილით იქნება ეს თუ და დაღლილი სახით იქნება თუ იქნება ძალიან ისეთი პირდაპირ კონტაქტზე წასვლა იქნება თუ დამორცხება იქნება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დიპლომატიაში, რა თქმა უნდა, პირველი რაც ფასობს, ეს არის ვიზუალთან ერთად სიტყვები, ეს არის მიმართვის ფორმა, უნდა იცოდეს სად ვის როგორ დაელაპარაკები, რა წოდებით მიმართავ, გაცნობა თუ დაკვირები ხართ, ხა ჩვენთან არ არის ეს ძალიან დიდად, ხო, კულტურაში გაცნობის თემა, იმიტომ რომ როცა მაგალითად სადმე მიდიხარ და ერთ ადამიანს ხედავ, იქნება ეს მაგიდის გარშემო თუ
ოფისში და ამ შემდეგ, როცა გამარჯვებას ამბობ, გამარჯვებაზე ხშირად არც პასუხობენ, ხო? სამწუხაროდ ხდება. ეს ესეთი რამე. ამას რა თქმა უნდა, დიპლომატიაში ხშირად არ აქვს ადგილი. მეორე რაც ჩვენთან განსაკუთრებით და ეს ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, ხო, მე მგონი. როგორც სკოლაში, ისე ოჯახები თქვენ უკეთებთ, მაგრამ მეორე ისეთ შემთხვევაში თვალშისაცემი, როცა უცხოელებისთვისაც და როცა გარეთ ცხოვრობ დიდი ხანი, შენც და ჩამოდიხარ გეცემა თვალში არის წარდგენის კულტურის არასწორობა, იმიტომ რომ ჩვენთან ნაკლებად არის ალბათ. დათვლილი მაქვს დაახლოებით სტატისტიკით 10 ქალიდან 2-3 თუ გამოგიწოდებს ხელს, არა და გაცნობისას ქალი უწოდებს ხელს. არ გვასწავლიან, შეიძლება ინტუიციურად გააკეთოთ, არ გვასწავლიან. ეს ცოტა ხდება თვალებში, თითქოს ან კიდე ეს კაცი გართმევს ხელს და ქალი არ გართმევს, თითქოს ეს აღმოსავლური მიდან შემოსული ალბათ ცოტა ამიტომ კარგი იქნებოდა ალბათ თქვენ სწორი ბრძანეთ რომ სკოლებში იყოს რაღაც ცოტა ხანი მაინც დაუთმოთ რაღაც ეთიკის და უფრო ეთიკის ნორმებს ელემენტარულ ქცევის წესებს ალბათ რომელიც პრინციპში ყველანაირად დაგვეხმარება არა მარტო კარიერაში და პროფესიაში პირად ცხოვრებაში მოდით ახლა დიპლომატია გასაგებია სხვა სფეროა და დადგენილი წესებია ასე თქვა და ყოველდღიურ ურთიერთობებში ჩვენი პირველი შთაბეჭდილება ცოტა სხვანაირად იქნება და თქვენ სწორად ბრძანეთ რომ ამ წესებს ყველანი არ ვიცავთ ხო როგორ იქნება პირველი შთაბეჭდილება ორი სიტყვით რო ვთქვათ ჩვენი ფსიქიკა ისეა მოწყობილი და ისეა აწყობილი რომ სამყაროს ასე ვთქვათ ობიექტურად არ აღვიქვამთ ხო ხედავთ იმას რაც ჩვენ გვინდა როგორც ჩვენ გვინდა და რაც ჩვენთვის იმ წუთას მოსახერხებელია ასე ვთქვათ ამიტომ არსებობს სხვადასხვა შეცდომები რაც შეიძლება პირველი შთაბეჭდილების დროს დაუშვათ ერთი ეს არის ეგრეთ წოდებული სოციალური აღქმის შეცდომა ანუ ითვლება რომ სტატუსით ჩვენზე მაღლა მდგომ ადამიანებს ბევრად უფრო დადებითად ვაფასებთ ვიდრე სტატუსით დაბლა მდგომ ადამიანებს ეს ერთი გარდა ამისა ძალიან დიდ როლს თამაშობს გარეგნობა რაც არ უნდა უცნაური იყოს, სხვა შორის ძალიან დიდი კვლევა ჩატარებული ამერიკაში ამ მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ ნაფიცი მსაჯულები ბევრად უფრო ლოიალური და შემწყნარებლები არიან სიმპათიური და ლამაზი დამნაშავის მიმართ, ვიდრე შეუხედავი ადამიანის მიმართ. ამას ჰალო ეფექტს ეძახიან ფსიქოლოგიაში და ეს ძალიან გავრცელებულია. ამიტომ არის რაღაცა მომენტები, რაც ჩვენ დაუნებურად ჩვენს განწყობაზე აისახება. და გარდა ამისა, თქვათ, დიდ როლს თამაშობს თუ გაგვიგია წინასწარ, რომ ეს ადამიანი ჩვენზე დადებითი შეხედულების არის. პირდაპირ ერთ-ერთზე შეგიძლიათ დაასკვნოთ თქვენ მისადმი პოზიტიურად განეწყოთ. ეს უფრო ადამიანური დამოკიდებულება. აბსოლუტურად ადამიანურია. ანუ ის რაც თქვათ, ერთი წუთი დავამატებ ერთ სიტყვას, რომ თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ხო ეხლა მე არც ლექცია მაქვს ფსიქოლოგიაში. ყველაფერი ეს ეტიკეტი იქნება ფსიქოლოგიური მიდგომა ადამიანებთან. ყველაფერი გამომდინარეობს ძალიან ადამიანური, ჰუმანური ურთიერთობებიდან, ხო? ანუ კულტურაც აქედან გამომდინარეობს, როგორ ის კულტურაც მორგებული გვაქვს საუკეთესო ვარიანტზე. ანუ განსაკუთრებულ თემებზე ვლაპარაკობთ. ვერ ვილაპარაკებთ ვერანაირად განსაკუთრებულ თემებზე. ეს არის ალბათ ის, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ისედაც ვაწყდებით, უბრალოდ არ გვიფიქრია და თქვა ეს ჩამოყალიბებული ფორმით არ გვაქვს ჩვენს აზროვნებაში თქო. ისე ამას ყველა ვაწყდები და მეტნაკლებად შეხება ყველას გვაქვს ამ ყველაფერთან. აი რაც შეხება კომპლიმენტს, რომელიც უნდა უკვე ალბათ მოვიპოვოთ კეთილგანწყობა, შემდეგი ეტაპია ალბათ უკვე შთაბეჭდილების მერე. მე არ ვიცი ბატონო, თქვენთან როგორ ხდება, რამდენად მისაღებია აი თქვენს პროფესიაში და საქმიანობაში კომპლიმენტი. ანუ დიპლომატიაში ზოგადად რა როლი უჭირავს? აქვს რაღაც ცალკე ესეთი მნიშვნელოვანი როლი, რასაც ვთქვათ, იყენებთ ხშირად იცით რომ წარმატებულია ესე დროს მისი გამოყენება. რა თქმა უნდა, გაცნობაზე ვსაუბრობდით და შემდეგ კონტაქტებზეც რო ვისაუბროთ და ზოგადად ვთქვათ, კომპლიმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის უბრალოდ ადამიანების წახალისება და რაღაც კარგ ხასიათზე დაყენების ერთ-ერთი ტექნიკა, ხო? როცა იცნობ ადამიანს და სხვადასხვა თემაზე, პირველ თემებზე ელაპარაკები, რა თქმა უნდა, კომპლიმენტი არ მოსულა, არ შეიძლება, მაგრამ ეს კომპლიმენტი სხვანაირად შეიძლება გამოიხატოს იმ ქვეყნის კულტურის, ქალაქის, ქვეყნის, ილამაზის, პეიზაჟის 1000 რაღაც შეიძლება, რომელზეც ისაუბრო და ეს რა თქმა უნდა, ყველას სიამოვნებს, ჩვენს სიამოვნებს. არა, ხო, ჩვენს ხოქს სიამოვნებს, სულ ცხოვრებას საიდან ახარ საქართველოს მე ყოფილი ვარ, ან გამიგია ეს, აკაი ღვინო გაქვთ, აკაი საჭმელი გაქვთ, აკაი კულტურაც ეკვები, სასიამოვნო, ხო ესეც კომპლიმენტად. ცოტა უხერხულიც კი რაღაც პიროვნული კომპლიმენტი. და ესეც კომპლიმენტად იქნება, ხო? და შემდეგ შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, განსაცხოვებელია ის, რაზეც ვილაპარაკეთ, კულტურა, სადვიმყოფებით. ახლა ბოლო მაგალითი გუშინ იყო თუ ნახეთ, პუტინმა მოახურა
ჩინეთის პრეზიდენტის მეუღლეს მოსასხამი თბილი, იმიტომ რომ ციოდა. და ჩინელებმა ძალიან ცუდად გაიგეს ეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თურმე პუტინი შეიძლება იყოს ხანდახან გალანტური, მაგრამ ეს მაგალითისთვის, თორე როცა ქალებთან გაქვს ურთიერთობა, ეს ერთი საკითხია, როცა მამაკაცებთან სხვა საკითხია, სხვადასხვა ქვეყანაში. ხარი მეც მომსვლია ერთი-ორჯერ შეცდომა, როცა არიციან კარგად აღარ გახსოვს, არის ზოგიერთი მუსულმანი ქვეყნები, სადაც ქალებს არ ართმევთ საერთოდ ხელს. მიღებები იქნება ვახშმები თუ უბრალოდ შეხვედრები, არ ხდება ასეთი რამ. გაფრთხილებენ კიდევაც წინასწარ, როცა ასე ძალიან სერიოზული ცერემონიები არის. მამაკაცებთან არ არის პრობლემა, მაგრამ როგორ მიმართავთ, თუნდაც კარგად გაცნობილ ქალბატონს ამა თუ იმ ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მან არ მიიღოს ეს იმათ, რასაც ინგლისურ ენოვან ქვეყნებში სექსუალურ ძალადობას, ჰარასმენტს ეძახიან და სხვანაირად იგებენ, ვიდრე ვთქვათ ტიპიურ კონსერვატულ ევროპულ ქვეყნებში, სადაც პირიქით უკვე მეორე შეხვედრაზე შეიძლება პირველზეც ქალბატონი გადაკოცნო, ერთხელ იქნება ორჯერ თუ სამჯერ გააჩნია სად და როგორ. ასე რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კომპლიმენტს როგორ ეთქვი, ხო? ამას არ არის აუცილებელი სილამაზეზე ან არა, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრეთ. ან ჩაცმულობაზე უთხრა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უბრალოდ კომპლიმენტი, მაგალითად ძალიან ხშირად მიხმარია იმაზე თუ როცა ხვდები კოლეგას, დიპლომატს უცხოეთში, რა კარგი გამოსვლა ჰქონდა, მაგალითად, ამა თუ იმ სხდომაზე, კონფერენციაზე, რა კარგი მიღება მოაწყვეს, რა კარგი სიმღერა და კონცერტი გამართეს და ასე შემდეგ. ანუ კომპლიმენტში ბევრი რამე შედის, მარტო პიროვნული დახასიათება არა. ზოგადად ითვლება, რომ გარეგნობაზე კომპლიმენტი გასაგებია და სასიამოვნოა, მაგრამ ბევრად უფრო ღირებულია თუ ადამიანის შინაგან თვისებებზე მიანიშნებ, ან მის საქმიანობაზე, კარიერაზე, ეს კიდევ უფრო სასიამოვნოდ აღიქმება. ალბათ ოჯახსაც ვთქვათ, რა არის კომპლიმენტი, ხო? ეს არის ადამიანის დადებით თვისებაზე ოდნავ გადამეტებულად ხაზგასმა. ქათინაური. ხო, ქათინაური, მაგრამ კომპლიმენტი რაღაც უფრო მომწონს, უფრო ლამაზ სიტყვა. თავარი რაც არის, რომ თქვენ არ უნდა გადაამლაშოთ, ეს არ უნდა იყოს ძალიან გაბუქებული და არ უნდა დაემსგავსოს მლიქნელობას, თავარი რაც არის. და კომპლიმენტის კიდევ ერთი ძირითადი მოთხოვნა არის, რაზეც მე ვსაუბრობ და თქვენ გეუბნებით კომპლიმენტს, თქვენ და იცოდეთ ამის შესახებ. და თქვენთვისაც უნდა აღიქმებოდეს ეს ღირებულად საკუთარ თავში. თორე ისე არანაირი აზრი ამ ყველაფერს არ ექნება, ხო? ამიტომ ესეც ალბათ პრინციპში ეტიკეტამდე დადის, რომ როგორ უთხრათ ადამიანს კომპლიმენტი. თუ თქვენ შეგეშალათ და ეს კომპლიმენტი ცოტა უხეში გამოგივიდათ, უადგილო გამოგივიდათ, შესაძლებელია ძალიან პირიქით უკუშედეგი მიიღოთ და აბსოლუტურად გააფუჭოთ ურთიერთობა და საქმეც, მომავალი საქმეც. დრამატიზმით შემოიტანოთ ურთიერთობაში, ყოფილა ეგეთი. არის რამდენიმე დადგენილი წესი, როგორ უთხრათ ადამიანს კომპლიმენტი. ერთი და მთავარი, ალბათ რაც ხაზი უნდა გაუსვათ, რომ კომპლიმენტი უნდა იყოს მოკლე და ლაკონური. ნუ ალბათ რაღაც ერთი წიაგება ან ორი მაქსიმუმ. მერე შეგიძლიათ გაშალოთ, რა თქმა უნდა და ბევრი ისაუბროთ ამ თვისებაზე, მაგრამ აი მესიჯივით უნდა იყოს პატარა, მოკლე შეტყობინება, რა მოგწონს ამ ადამიანში. არ უნდა იყოს უადგილო, კიდე ერთხელ ვიტყვი. არ შეიძლება მაგალითად მithumetes გარეგნობაზე იციან ხოლმე დღეს რა კარგად გამოიყურები და ამ დროს ზუსტად იცი რომ ღამენათევი ხარ და თვალები გაქვს ამოშავებული. არ შეიძლება ასეთ ქალბატონს უთხრა რა კარგად გამოიყურები, თქვა. იმიტომ რომ ეს კომპლიმენტად აბსოლუტურად არ ყვილი რო არ გამოვიდეს, მოკლედ ესე ხო, ესეთ უხერხო სიტუაციაში არ უნდა ჩავარდე. არ შეიძლება ასევე, თქვა რაღაც განსაკუთრებულად კარგი თვისების, როგორ გითხრათ, აი შესუსტება. აი თქვა მაგალითად ადამიანს აქვს განსაკუთრებულად კარგი ფენომენალური მეხსიერება და თქვენ უთხრათ რომ მე როგორ შეძელით ჩემი ნომრის ასე ადვილად დამახსოვრება ტელეფონის ნომერი. ეს არის ძალიან დაკნინება იმ თვისების, რაც ადამიანს მოყვება. ამიტომ ამ შემთხვევაში რატო ეს ხო მე აღვნიშნე უბრალოდ და ეს არის ცოტა თუ თქვენ ენციკლოპედიური მეხსიერება გაქვთ და ათვისებული გაქვთ უზარმაზარი მასალა და მე ვარ აღფრთოვანებული რა კარგი თქვენ ჩემი ნომერი და ზოგადად კი ბატონო, მაგრამ მე ხო არ ვიცი თქვა. არა, აქ ლაპარაკია, როდესაც იცი. თუ არ იცნობ ადამიანს ახლოს მithumetes შინაგან თვისებებს არ უნდა შეეხო. საერთოდ არ უნდა. ეს არის დადგენილი წესი. ჯობია გააკეთო კომპლიმენტი იმაზე, რასაც ზუსტად ხედავ და იცი. საერთოდ კომპლიმენტის თქმას, ახლა ჩვენ ესე არავინ არ გვასწავლის, მაგრამ პრინციპში აღზრდისას ვსწავლობთ. თუ ბავშვი მიჩვეულია, რომ თქვა ბავშვობაში
ხშირად აქებენ, ხას უსვამენ მის დადებით თვისებებს, მის წარმატებას, ნიჭს, გარეგნულ მონაცემებს. ის ბუნებრივად და თავისთავად სწავლობს მერე კომპლიმენტის თქმას მოზრდილ ასაკშიც, მაგრამ თუ ეს დეფიციტი არის ბავშვობაში ძალიან უჭირთ როგორც წესი, მაგრამ კიდევ ერთხელ როგორც დასწყისში ვთქვით, ყველაფერი სწავლებადია და კომპლიმენტის თქმის სწავლაც შესაძლებელია. ერთი პატარა რჩევა გვინდა უბრალოდ მოგცეთ ქალბატონებისთვის, როდესაც დაიწყებთ სწავლას, ქალებზე ნუ ჩაატარებთ ამ ექსპერიმენტს. ჯობია ისწავლოთ კომპლიმენტის თქმა მამაკაცებზე. იმიტომ რომ ჯერ მამაკაცები არ არიან მიჩვეული კომპლიმენტებს და ბევრად უფრო მარტივად იღებენ. და უხერხულ მდგომარეობაში ძალიან ნაკლებად აღმოჩნდებით. აი, როდესაც მამაკაცებთან კარგად გადმოგივათ, მერე შეგიძლიათ გადახვიდეთ უკვე. საერთოდ შეგიძლიათ კომპლიმენტებისთვის გამოიყენოთ. ჯერ მამაკაცები და შემდეგ უკვე თუ კარგად, ასე ვთქვათ, დაუმუღავთ კომპლიმენტს, მერე უკვე შეიძლება უფრო ფართო მასშტაბებზე. აი, რაც შეეხება მლიქნელობას, ალბათ ორი სიტყვით მაინც ვახსენოთ, რომ თუ კომპლიმენტი ძალიან გადაჭარბებულია, ძალიან განსაკუთრებულად ხაზია გასმული რაღაც თვისებებზე, დიდია ალბათობა, რომ ის მლიქნელობას დაემსგავსოს და არანაირად ეს სასიამოვნო აღარ არის. იშვიათ შემთხვევებში ალბათ რაღაც სტატუსით განსაკუთრებულად მაღლა მდგომ ადამიანებს შეიძლება ეს სიამოვნოს ეს მლიქნელობა, მაგრამ როგორც კი თქვენ მლიქნელობას მიმართავთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ იმის დონეზე ერთნაირ დონეზე თქვენ არავინ არ აღიქვამთ. გასაგები, ანუ მლიქნელობა ყოველთვის უნდა განვასხვაოთ ჯანსაღი კომპლიმენტისგან, როგორც ცხოვრებაში ყველაფერი რა თქმა უნდა არის რეალური, სარი და გავაგრძელოთ ჩვენ თემას სულ რამდენიმე წუთში, სარეკლამო ჭრა გვაქვს და ამის შემდეგ კვლავ დაუბრუნდებით ჩვენს დღევანდელ თემას. დღე TV3-ზე კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის თემა ფსიქოლოგია და ზოგადად კონკრეტულად კომპლიმენტები ფსიქოლოგიაში და დიპლომატიაში, კონკრეტულად ესე უფრო ჩემი თავი გადაცემის თანაწამყვანი არის ქალბატონი ირინა კუდავა, ფსიქოლოგი, უკაცრავად ირინა ტაბუციძე, ფსიქოლოგი და დიპლომატი ყავს ბატონი მამუკა კუდავა, რომელიც უფრო კონკრეტულად გაგვარკვევს ფსიქოლოგიური მომენტები დიპლომატიაში რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იგივე კომპლიმენტი, როგორ შეიძლება გამოყენება საჩვენოდ, რამდენად სწორად ვიღებთ კომპლიმენტებს ჩვენ სწორად აი ამ სარეკლამო ჭრისას და საინფორმაციო როდესაც გადიოდა ჩვენს ეთერში, ვსაუბრობთ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპლიმენტის სწორად მიღებაც და მის ფორმაც. ძალიან ბევრი ადამიანისთვის უხერხულია ხოლმე კომპლიმენტის მიღება, შემიმჩნევია. აღარ იციან თავისად წაიღონ, სად დაიმალონ, როდესაც აქებენ და ესეც ალბათ ეტიკეტის ერთ-ერთი ფორმა უნდა იცოდე ღირსეულად როგორ მიიღო კომპლიმენტი. ანუ აი რა შეიძლება იყოს შემოფერხებელი момენტი ამ დროს? თავდაბლობა ზედმეტი. თავდაბლობა ხო და ალბათ სირცხვილი ცოტა დაბალი თუ შეფასება შესაძლებელია ბევრი რაღაც იყოს ერთდროულად, მაგრამ ეს უფრო წამყვანი უნდა იყოს ეტიკეტის მომენტი და ცდილობის მომენტი, როგორ მოვიქცეთ თქვა კონკრეტულ ადამიანთან. არ შეიძლება მაგალითად გითხრან, დღეს რა კარგად გამოიყურებით, რა ლამაზი პიჯაკი გაცვია და თქვენ თქვათ, მე 3 წელია კარადაში მიკიდია და რა ვიცი, ახლა გამოვიღე. არ შეიძლება ასე წყალი გადავასხათ კომპლიმენტის თქმელს, იმიტომ რომ კარგ ვარიანტში ის 1000 ჯერ იფიქრებს, ანუ კიდევ რაღაცას გეტყვით და ცუდ ვარიანტში საერთოდ არაფერს აღარ გეტყვით დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. ანუ ეს ეტიკეტის მომენტები, რომელიც თუ ვერ ახერხებთ თქვათ ადეკვატურ პასუხს და ან თქვენს კომპლიმენტით დაბრუნებას პასუხის, მაშინ ჯობია უბრალოდ მადლობა გადაიხადოთ და ამით დაამთავროთ. არა, ქონიათ ასეთი შემთხვევა? უხერხული შემთხვევა. არა, ყველაფერი უნდა შეიფეროს ცხოვრებაში, მით უმეტეს ესეთი გათინაურებიც და რაც შეეხება დიპლომატიას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ხშირი პრაქტიკა და აქედან გამომდინარე უნდა კონდეს პასუხი დაახლოებით იმ თემებზე, რასაც ეხება კომპლიმენტი, ეს იქნება საქმე, პიროვნული თვისებები თუ სხვა. რა თქმა უნდა, მადლობის გადახდა და პასუხი აუცილებელია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად აუცილებელია ჩემი აზრით კომპლიმენტი თავდასხმაზე, თავდაცვის მიზნით, კიდევ უფრო დიდი კომპლიმენტის დაბრუნება იმისათვის, რომ უფრო მეტად დააბნიო მოწინააღმდეგე და იერიშზე გადახვიდე, მაგრამ ანუ შენ რა თქმა უნდა გეყოს სითამამე თუ თემების მრავალფეროვნება შენს არსენალში უნდა იყოს. შენს არსენალში, რომ რა თქმა უნდა მას უპასუხო ისევე ლამაზად როგორც მინიმუმ თუ არა და მეტად, ასე რომ ეს არის ძირითადად საქმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა.
პიროვნული შექებებიც არის, მაგრამ ის საქმე, რასაც ესა თუ ის დიპლომატი თუ ძღველი კოლეგა აკეთებს თავის სფეროში, ის მუდმივად უნდა იყოს ხაზგასმული. რა თქმა უნდა, უნდა შევეცადოთ, რომ ავარიდოთ თავი ნახევრად სიმართლეებს ან და ისეთ თემების წარმოჭრას, რომელიც არ ვიცით. მაგრამ უამრავი თემაა დაწყებული კულტურიდან, მისი ქვეყნიდან დამთავრებული პიროვნული საქმეები, რაც ამა თუ იმ კოლეგას გაუკეთებია, თუ გუშინ არა, არიცი რა გაუკეთებია ერთი წლის წინ ან ერთი თვის წინ. ანუ ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ შეხვედრა გვაქვს, თქვათ ოფიციალური შეხვედრა წინასწარ ემზადებით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენი კოლეგა, დიპლომატი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ვისთანაც გააქვს საქმიანი ურთიერთობა, შეისწავლოს წინასწარ. ამის გარეშე ძალიან რთულია, რა თქმა უნდა. ჯერ უნდა დატოვო კარგი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ შენ მარტო შენ თავს არ წარმოადგენ, არამედ ქვეყანას და მის იმიჯს ემსახურები. რა თქმა უნდა, სხვა საკითხია, როცა პირველად ხვდები, მაგრამ ამისთვისაც გარკვეულწილად მზად უნდა იყო ესაუბრო ისეთ ლამაზ კარგ თემებზე, რომელიც ასევე დატოვებს მასზე ისეთ შთაბეჭდილებას, რომ აი რა კარგი ადამიანი გავიცანენ და რა კარგად მოსაწყენი არ იქნება. წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყანას. პოლიტიკურ მაინც უნდა ვახსენოთ აი ეს დადებითი შთაბეჭდილება, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და რატო უსვამთ ხოლმე ესე ხშირად ხაზს. ნუ ჩვენი ფსიქიკა, ასე ვთქვათ, მოკლედ ასია აწყობილი, რომ თუ ერთხელ ადამიანს გავიცნობ, ვთქვათ და მასზე დადებითი შთაბეჭდილება შემექმნება, ხო, მაგალითად ძალიან მესიამოვნე თქვენთან ურთიერთობა. თუ ეს მაგალითად მეორეჯერაც მოხდა და ვთქვეთ, თქვენ მითხარით კარგი კომპლიმენტი, ან მე გითხრა, მოკლედ ურთიერთობის შემდეგ ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებები დავშორით ერთმანეთს. ამის შემდეგ საკმარისია მე თქვენი სახელი და გვარი ვიღაცა მიხსენოს, აი ეს დადებითი ემოცია ბუნებრივად წამოვა. ამიტომ ეს ძალიან დამეხმარება მომავალში საქმის კეთებაში თქვენთან ერთად, ნებისმიერ ურთიერთობაში. ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ საქმეში განსაკუთრებით, მაგრამ პირად ცხოვრებაშიც, რომ აი ეს თქვენი სახელი იყოს პოზიტიურ ემოციებთან გაიგივებული. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ სფეროში კიდევ უფრო ათმაგად მნიშვნელოვანი, რომ თქვენ ხართ ამავე დროს თქვენი ქვეყნის სახე. ბუნებრივია. რა თქმა უნდა, არის რაღაც აკრძალული თემები, ესეც უნდა ვიცოდეთ, ამა თუ იმ კულტურაში. მაგალითად, ბევრ კულტურაში ვერ აღიქვამენ ნორმალურად, რაღაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებ მეორე ან მესამე შეხვედრაზე, თუნდაც რომ ოჯახს მოიკითხა, ხო? ეს ძალიან გავრცელებულია და დიდი ნაწილი კულტურისა არაბულ ქვეყნებში მაგალითად, აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში, სადაც ოჯახი რაღაც ძალიან ისეთი წმინდა და არა მარტო წმინდა, ის ალაპარაკო ენაზე. ბევრ კულტურაში ფულზეც შეიძლება საუბარი, ბევრზე წარმოუდგენელია, ხო, რომ ესაუბრო, რამდენი გაქვს ხელფასი. ან საერთოდ ასეთი კითხვის დასმა შესაძლებელია, შეიძლება. კი, ქვეყნებს გააჩნია მაგას ამბობ. ახლა ჩვენთან ცოტა სხვა კულტურა, მაგრამ არ შეიძლება ზედმეტობებში გადასვლა და ძალიან მალე ამას უნდა მიაღწიო ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ. ძალიან კარგი. თუ შეიძლება ჩვენ ტელემაყურებელი Facebook-ზე ვწერს და მინდა ყურადღება მივაქციო და სხვაებსაც შევახსენო, რომ ჩვენ შეგვიძლიათ მოგმართოთ, დაგვიკავშირდეთ, თქვენი რჩევები მოგწეროთ, კითხვები დაგვისვა, რა თქმა უნდა, ჩვენ Facebook გვერდ მისამართია, ქართულად უნდა აკრიფოთ შუადღე TV3-ზე, რაც შეეხება სატელეფონო ნომერს, შეგიძლიათ სტუდიაშიც დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე 2-57-27 ჩვენ გულისხმობით მოგისმენთ და მივიღებთ თქვენს რა თქმა უნდა რჩევები იქნება თუ კითხვები. რაც შეეხება Facebook-ზე გამოგზავნილ აი შეკითხვებს, ჩვენ დაახლოებით კი ვისაუბრეთ, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რა სიამოვნებთ ქალებს, აი ზოგადად ესეთი კითხვაა დასმულდა ქალბატონ ირინას ხო არ მიმართოთ პირდაპირ ამ კითხვით. თუმცა თქვენც ალბათ საკმაოდ მე ჩემი პოზიციიდან ვიტყვი, ბატონო, ალბათ თავის პოზიციიდან. მამაკაცები ალბათ კიდევ უფრო კარგად ამჩნევენ ქალებს რა სიამოვნებთ. ერთი მთავარი რაც უნდა დამავიწყდა უბრალოდ და ხაზი უნდა გაუსვათ. როდის არის კომპლიმენტი სწორად მიმართული? ამის გაგება ძალიან მარტივია. ადამიანს სახე უნათდება, თვალები უცინს, ქალებს განსაკუთრებით ეტყობათ ხოლმე. თუ თქვენი კომპლიმენტი სწორად არის და კარგად არის, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად არის მისული, ადამიანს სახეზე ეტყობა, რომ ყველაფერი კარგად არის. ქალებს ალბათ, გარეგნობაზე აქცენტი ყველა
ქალაქალს სიამოვნებს. ოღონდ ადეკვატური უნდა იყოს, ხო გონებით ახლა წინაღამის გათენებული თუ თვალები ამოშავებული გაქვს და გეუბნებიან გადასარევად გამოიყურები, ეს არ არის კომპლიმენტი. მაგრამ თუ შენც იცი რომ რაღაც იმ დღეს ყველაფერი კარგად არის და კომპლიმენტსაც გეუბნებიან გარეგნობა სასიამოვნოა, მაგრამ 10 მაგათ სასიამოვნოა შინაგან თვისებებზე, რაღაც წარმატებაზე, ნიჭზე, ხაზგასმა, რომელიც მით უმეტეს ცოტა უცხო ადამიანმა შეამჩნია და დაინახა. ეს არის ისეთი სასიამოვნო, ისეთი კომფორტული, რომ ალბათ არ შეედრება არაფერი. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ ეს უნდა იყოს სწორად მოძებნილი. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ უნდა იყოს. უნდა გიცნობდეს ადამიანი იმისაც, რომ შინაგან თვისებებზე აქცენტი გააკეთოს, ამას უცხო ვერ გააკეთებს. თქვენ როგორ თქვით, ქალებს რა სიამოვნებთ ყველაზე მეტად? გეთანხმებით, მაგრამ კიდევ უფრო მეც ვიტყვი, იმიტომ რომ ახსენეთ, რომ ადეკვატური უნდა იყოს კომპლიმენტი. მე არ მიმაჩნია ასე და პრაქტიკაც ჩემი ასე არ ამბობს. დიპლომატიაში განსაკუთრებით უცხოელებთან როცა გაქვს კავშირი, რა თქმა უნდა, კულტურას უნდა ჩაუღრმავდე იქ როგორ არის იმ ქვეყანაში. ახლა ბურკიან ქალებს ამა თუ იმ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, კომპლიმენტს ვეტყვი ძალიან უხეში რამე, ხო? მაგრამ მე ვლაპარაკობ იმ ხალხზე, იმ საზოგადოებებზე, რომლებშიც მსგავსი პრაქტიკა არ არის, ქალების თავისუფლება. იქ მასიურად სიამოვნებთ კომპლიმენტი, არა აქვს მნიშვნელობა, ის კარგად გამოიყურება თუ არა. ამისი ძალიან კარგი მაგალითი მაქვს ერთი მადლენ ოლბრაიტი თუ გახსოვთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ანუ საგარეო მინისტრი და ერთ-ერთმა ძალიან მაღალი დონის ქართველმა დიპლომატმა, გვარს არ ვიტყვი, არა მაქვს უფლება, მაგრამ გახსოვს როგორი ქალბატონი ბრძანდებოდა, არ იყო ახლა განსაკუთრებული ჟაკლინ კენედი არ იყო, ხო, ესე ვთქვათ, მაგრამ სწორედ მოიპოვა მისი მხარდაჭერა და მისი კეთილგანწყობა პირველივე შეხვედრაზე, სწორედ აი ამ მუდმივად კომპლიმენტების თქმით. რაც ძალიან მოკლებული იყო ამ ეგ უნდა მეთქვა და რაც ძალიან კარგად იქნა აღქმული მის მიერ და შემდეგ გამოიხატა კიდევაც კარგი ურთიერთობების დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზეც. ასე რომ უმრავლეს შემთხვევაში ახლა გამონაკლისები არსებობს მეც ხომ რომ პირიქით აგრესიას იწვევს და აქეთ გადმოდიან შეტევაზე და ეს რაღაც ანუ ესეთები ხდება განსაკუთრებით სხვა შორის ამერიკელებში სხვა კულტურა ქალებთან ასეთი სერიოზული კომპლიმენტები მთლად ეს გარეგნობას ეხება თუ სულ ერთია? ზოგ გარეგნობასაც და ბევრ პირათვისებებსაც რა ხა არ სიამოვნებთ თუმცა ამ თემას საერთოდ ქართულ ქალებს ძალიან აქვს სიამოვნებთ გადაეცით თქვენს ამიტომ ევროპაში ჩვენ ხო ევროპელები ვართ კიდევ ერთი კითხვა თუ შეიძლება ამასაც უპასუხოთ და შემდეგ გამოვძოთ ჩვენი გამოშვება ჩვენი ასე ვთქვათ სქემის და გეგმის მიხედვით გვეკითხებიან, ასე იგი, კი გავეცეთ ამასაც ნაწილობრივ პასუხი, მაგრამ მაინც როგორ გავცეთ ჩვენთვის განკუთვნილ კომპლიმენტს პასუხიო, ანუ რა ანერგო მივიღოთ. მარტივი წესია ერთი რომ მადლობა მაინც აუცილებლად უნდა გადაიხადოთ და გაიღიმოთ. კიდევ ღიმილზე ალბათ ცალკე შევეხებით, იმიტომ რომ რატომაც დეფიციტია ეს ჩვენს ურთიერთობებში ამ ბოლო დროს და თუ შეგიძლიათ რომ საპასუხო კომპლიმენტი დაუბრუნოთ, სასურველი ესეც გააკეთოთ. თუ იმ ადამიანშიც რაღაც ისეც ხედავთ, რისი ხაზგასმაც შესაძლებელია იმ წუთას და სასიამოვნოა, რატომაც არა. ანუ დიპლომატიაში როგორ ხდება ეს? რას გულისხმობთ? ანუ კომპლიმენტი დიპლომატს გეუბნებიან, უკაცრავად კომპლიმენტს გეუბნებიან, თქვენც უნდა დაუბრუნოთ, ეს ითვლება ავტომატურად? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ადამიანებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ეტაპი, თუ არა განვითარება და გაღრმავება. ხა დიპლომატს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ ეს აქვს, რომ შეიძლება ახლო ურთიერთობაში შევიდეს მის კოლეგებთან და თავი არიდოს ისეთ კონფლიქტურ ვითარებას, ან ისეთ საკითხებს, რომელიც იწვევს განხეთქილებას, ხო? დიპლომატი არ ამბობს არა საერთოდ, ზოგადად უტრირება რომ გავაკეთოთ, ხო, როგორ არ ამბობს, მაგრამ როგორც ისე უნდა შეეცადოს, იმიტომ რომ მისი კიც ხოლმე ხანდახან არ არის ნამდვილად 100%-იანი კი, ხო? ეს შეიძლება ნიშნავდეს მეტნაკლებად ორჭოფულ პასუხს, როცა თავს არიდებს არას თქმას, ასე რომ რაც კიდე ერთი ძალიან დიდი მნიშვნელობისა დიპლომატიაში, აი ურთიერთობების ჩამოყალიბების მხრივ არის
გაცნობის კულტურა. ანუ არ ხდება როგორც ჩვეულებრივ სიტუაციებში დიპლომატს აქვს ვალდებულებად ჩემი აზრით აუცილებლობაც არის რომ თვითონ მივიდეს და უცნობ ადამიანსაც კი იქნება ეს მიღება სხვადასხვა სამსახურში და გაეცნოს წარმოადგინოს რაც ჩვეულებრივ ვითარებებში ხშირად არ ხდება ხოლმე ხო იმიტომ რომ ვიღაც რომ მოვიდეს და გაგეცნოს ქუჩაში არ არის მაგრამ ხო მაინც არ არის კულტურაში არ არის რა უნდა რა გაჭირვებია და მომისმენია ხოლმე და გამანებოს თავი და ასე შემდეგ. ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება დიპლომატიაში, რაც ჯილდოვდება კიდევაც, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე მომდინარეობს ის კონტაქტებიც, მე საქმეც და აქედან გამომდინარე სამშობლოს სამსახურიც. წარმატებული საქმიანობა. ეტიკეტზე და ზოგადად ეთიკაზე საუბრობდით შესვენებისას სარეკლამო ჭრილს და მოდი ბარემ ეს თემაც ამოვწუროთ ბოლომდე. ხო, ამოვწუროთ ალბათ რაც საქართველოში ძალიან გვაწუხებს ხოლმე და ბატონო მამუკამ სწორად აღნიშნა, როდესაც ეს გაცნობის მომენტი აუცილებელი არ არის, მაინც დიპლომატი იყო და ამას გასწავლიდნენ სპეციალურად. ელემენტარული ცდილობის და ალბათ აღზრდის მომენტია, როდესაც 2 ან 3 უცხო ადამიანი დგას და ვიღაცას გაგაცნობენ, შენის გვერდზე მდგომი ადამიანებიც გააცნო, ხო? და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენო, არ იდგნენ გვერდზე ატოზული და არ გიყურებდნენ როგორ საუბრობთ მეორე ადამიანთან. პრინციპში ეს რაღაცა ამ ბოლო დროს უფრო შეიმჩნევა, ესეთი გაუცხოვება თითქოს. ნუ ხა მესმის რომ სიტუაცია მოიტანა და ცოტა დაძაბული ვითარებაა ქვეყანაში, რაღაც, მაგრამ მაინც აღზრდამდე დავდივართ ალბათ და აი ამ ნორმებამდე, რაც ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს. დიპლომატიაში ასეთ წესია, რომ თუ საერთოდ უცნობია რაც მე ვთქვი შეიძლება, ანუ პირდაპირ გაეცნო, როცა ყავს იმ უცნობთან ისეთი ადამიანი, რომელმაც შეიძლება გაგაცნოს, ის გაცნობს იერარქიის მიხედვით. პირველი იმართავენ ხოლმე იერარქიაში უფრო მაღლა მდგომ ადამიანს, ანუ თქვენ თუ განდებით სიტყვაზე ელჩი, ქალბატონო ელჩო, ნება მომიცით წარმოგიდგინოთ ბატონი დესპანი ამიდან ქვეყნის. აი დაახლოებით ესე ხდება და მით უმეტეს ეს ისეთ ხალხავალ ადგილებში, როცა არის წარდგენა ამა თუ იმ ქვეყნის სიტყვით გამოსვლა არ იცნობ ხო უამრავ ადამიანს და აუცილებელია რომ ვიღაცამ გაგაცნოს. თუმცა თუ საერთოდ ვერ მონახე გარშემო ვერც გამცნობი და ვერც ნაცნობი საერთოდ იყენებ ძალიან ესეთ პირდაპირ მეთოდს და მიდიხარ ნებისმიერ უცნობთან მოგწონს თუ არ მოგწონს თუ არ აქვს მნიშვნელობა საუბრის გაბმის მიზნით მასთან პირველ კავშირს შენამყარებ ასე რომ ძალიან და ქალებსაც ეხებოთ ანუ უხერხულად არ უნდა იდგე ეს კიდევ უფრო ცუდი ფორმა ხო რა თქმა უნდა ეხლა ხშირად მისულა ადამიანთან რომელიც მარტოა და ეთყობა რომ ტრიალებს და არ იცის რა თქმა ხო და მივდივართ ალბათ მართლა აღზრდის მამდე რომელიც აი ბავშვობიდანვე უნდა გაუჯინოთ ასე ვთქვათ ჩვენ შვილებს და ვასწავლოთ როგორ მოიქცნენ საზოგადოებაში ეს ელემენტარული უნარჩვევები მართლა სკოლიდან ისწავლებოდეს კარგი იქნებოდა და საბავშვო ბაღიდან თუ არა კიდე და რა შეიძლება მანიპულირება აი მანიპულაცია უკვე ძალიან საინტერესო თემაა როდის გადადის კომპლიმენტი მანიპულაციაში იმიტომ რომ მანიპულაცია ზოგადად რა არის რომ ჩვენ ვაიძულებთ მეორე ადამიანს მოიქცეს ისე როგორც მას დაგეგმილი არ ქონდა და უმეტეს შემთხვევაში მოიქცეს ჩვენთვის სასარგებლოდ ხო ძალიან ხშირად კომპლიმენტი ასე ლამაზად გადადის ხოლმე მანიპულაციაში აი ხშირი კომპლიმენტები რომელიც წეღან ვახსენეთ იმდენად გნუსხავს და იმდენად თავს ვალდებულად თვლი ხშირად იმ ადამიანის მიმართ ვინც კომპლიმენტებს გაუნება მერე თანახმახარ ნებისმიერი თხოვნა შეუსრულო ნუ ყოველ შემთხვევაში რაც შეგიძლია რომ შეუსრულო ამიტომ ცოტა სახიფათოა ხოლმე ეს უნდა ვიცოდეთ ყოველ შემთხვევაში როგორ დავიცვათ თავი მანიპულაციისგან მანიპულაცია ძირითადად არის ალბათ ორი სახის, რაც ფსიქოლოგიაში ცნობილია. ეს არის გედონისტური და პრაგმატული. ნუ გედონისტური ამ შემთხვევაში, როდესაც მანიპულატორის მიზანია თქვენში რაღაც დაბნევის გამოწვევა, განსაკუთრებით ემოცია უნდა დაინახოს, მისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, როგორ დაგაბნია, როგორ გაიძულა სხვა რაღაც გაგეკეთებინა. აი მეორე ვარიანტი პრაგმატული, უფრო იქ არის ძირითადი აქცენტი შედეგზე ორიენტირებული ხარ, ანუ როგორ მივახციოთ სასურველ შედეგს, როგორ გავაკეთებინოთ ადამიანს ის, რაც მას საერთოდ გეგმაში არ ქონდა. ალბათ ვიტყოდი და ახალ არაფერს არ ვამბობ რომ მანიპულაცია პოლიტიკაში წამყვანი თემაა ალბათ და ვინც უფრო კარგად ფლობს ამ ტექნიკებს მით უფრო წარმატებულიც იქნება ალბათ პოლიტიკაში არ არის ასე
პოლიტიკაზე ბევრს ვერ დაგელაპარაკებით ახლა, მაგრამ დიპლომატიაში გაცილებით ნაკლებია, რა თქმა უნდა, ეს манипуляცია, პოლიტიკოსების თვისება უფრო манипуляცია, მაგრამ წმინდა ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ვეცადოთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის წარმართვას, რომლებიც არ არიან манипуляტორები. ამ ნიჭით დაჯილდოებულები. პოლიტიკაში ხშირად არის, ახლა მე გავიხსენებ მაგალითად სარკოზი როცა იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, მაშინ ვიყავით საქართველოს ელჩი იქ და კარგად მახსოვს, რამდენად დიდ манипуляტორს ეძახდნენ მას და დიდი ალბათობით, როგორც ამბობენ, სწორედ ამ თვისების გამოც და აროგანტულობის გამოც დაკარგა პრეზიდენტობამ, აღარ აირჩიეს მეორედ და მას ხშირად თავისი კოლეგები გამოდის ხო ინფორმაცია ყოველთვის უწუნებდნენ სწორედ ამას, იმიტომ რომ ის თავის სხვადასხვა კოლეგას, მინისტრები იქნებოდნენ, დეპუტატები, სხვა პოლიტიკოსები, თავისიანები თუ სხვები ხშირად სწორედ აი ამ ხაფანგში აბამდა ძალიან წარმატებულადაც. თან მით უმეტეს, როცა პრეზიდენტი ხარ, უფრო მეტი მისცეს შენს თავს უფლებას. თუმცა არის სხვა შემთხვევები. ხო, ხა მაგალითად მისი წინამორბედი პრეზიდენტი შირაკი განთქმული იყო რითი, რომ სწორედ ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბებით, პირველი გაცნობით, ხელის ჩამორთმევით ერთ საპრეზიდენტო კამპანიის დროს იმდენი იარა, იმდენი პოლიტიკოსის ერთ-ერთი თავარი თვისება რა, რომ ხელი ჩამოართვა და ან მოიკითხო, მაგრამ ხელი ხო ყველავანენში უნდა ჩამოართვა და იმდენ ადამიანს ჩამოართვა ხელი რაღაც, რომ ერთ დღესაც ეს მთელი ხელი გაუკავ და დაეჭიმა და კუნთი და ერთი კვირა ვეღარ ართვა. ჩაიგრე. მაგრამ ერასომ თუ აი ეს ადამიანებთან პირველი ურთიერთობა და შემდეგ მოკითხვა ძალიან მხიარულად, ხიმილით, ისეთ თემებზე საუბარი, რაც უბრალო მოქალაქეს მით უმეტეს აღაგზნებს, რომ აი პრეზიდენტი ესაუბრება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკაში. ანუ არიან манипуляტორები და არიან პირიქით ისინი, რომლებიც იზიდავენ ხალხს. უნებით პოლიტიკოსები არიან და უხარიათ, ხო და ამას მეუნებოდნენ მისი თანამებრძოლები, რომ ნახავდაო ხალხს, ხო? იმდენად უხაროდაო, რომ ეს ხალხს ესმოდაო, რომ გადასცემდაო დადებით ემოციას. ეს არ არის манипуляცია, ეს რაღაცა შინაგანია. ხო, გასაგებია. ძალიან შინაგანია. თუმცა შეიძლება ასეთი თვისებაც გამოიყენო ბოროტად ალბათ, მაგრამ ნუ ეს მაინც შინაგანი და თანდაყოლილი თვისება. რაც შეეხება манипуляციებს, აი ძალიან ისე უხეშად და ზოგადად რომ ვთქვათ, ალბათ უფრო მეტად მოქმედებს იმ ადამიანებზე, ვინც ძალიან მოკლედ შეიძლება როგორც მანიშნები ჩვენი დროც. მაშინ ერთ პატარა მას მივაყოლებ და მე განვავრცოთ მოგვიანებით. როდესაც ადამიანს არ შეუძლია არას თქმა. ძალიან ადვილია ასეთი ადამიანის გავლენის ქვეშ მოქცევა და ზოგადად манипуляციის საგნად ქცევა და ეს ძალიან ბავშვობიდან, ძალიან ადრეული ასაკიდან იწყება. სამწუხაროდ, მშობლებს ზოგჯერ უხარიათ ხოლმე მორჩილი შვილები ყავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მორჩილება ძალიან ცუდად უგუნდებათ მოსწრდილ ასაკში და ზუსტად манипуляტორების ხშირი მსხვერპლები ხდებიან ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მომბრძანებისთვის ამ საინტერესო თემისთვის. მე მგონი კიდევ დარჩა საკითხები, რომელიც ამოწურვაც დღეს ვერ მოხერხდა დროის ფაქტორის გამო, თუმცა გადავდოთ შემდგომისთვის და შემდგომში გამოვიხილოთ უფრო საფუძვლიანად და დეტალურად. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენო, რომ ჩვენ საუბარი ქონდა კომპლიმენტების ფსიქოლოგიაზე და ყავდა სტუდიაში სტუმრად ბატონი მამუკა ყუდავა, დიპლომატი და დიპლომატიას საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგია ჭირდება, როგორც უკვე ვნახეთ და მივხვდით. და ჩემი თანაწამყვანი კალბატონი ირინა ტაბუციძე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. თქვენ კი დაგველოდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ეთერში უკვე ჯანმრთელობის რუბრიკით.